თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმეს ეხმაურებიან არასამთავრობო სექტორიდანაც ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების თავმჯდომარე პროკურატურას მოუწოდებს ნათესაური კავშირებით დაინტერესდეს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილის ბიძაშვილი კომპანია სილკნეტის კომერციული დირექტორის დედა. სწორედ სილკნეტთან გაფორმდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლებლად შესაბამისი ხელშეკრულება. მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველთა გაერთიანება. ნიკოლოზ მჟავანაძე საგამოძიებო უწყებას თხოვს, რომ თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული კიდევ ერთი ტენდერით დაინტერესდეს. ამ შემთხვევაში საუბარია ალასანიას უწყებასა და შპს არქიტექტურულ ბიუროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. შპს არქიტექტურული ბიუროს მიერ მოპოვებულ ტენდერებთან დაკავშირებით ამ კომპანიამ მოიპოვა უფლება არასაცხოვრებელ კორპუსებზე რეკონსტრუქციის ჩატარებისა და შემდგომში გაირკვა, რომ აღნიშნული შპს-ის ხელმძღვანელი, რომელიც გახდა თამარ ვალიშვილი, საკმაოდ ახლო ურთიერთობაში იყო თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გააკეთა განცხადება და მიუთითა, რომ სილკნეტის კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი წარმოადგენდა მინისტრის მოადგილის ბატონი ალექსი ბატიაშვილის ოჯახის ფაქტობრივ წევრს. ზოგადად თავდაცვის სამინისტროში ტენდერების თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა და ვფიქრობ, რომ გამოძიება ამ მიმართულებით სამომავლოდაც უნდა დაინტერესდეს.